შეიძლება მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე, საიდანაც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს მარში პოლიტპატიმარი ქალის, ჟურნალისტი პოლიტპატიმარი ქალის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მზიას ნათესავებს და ახლობლებს, მეგობრებს, რომლებიც ბათუმიდან ჩამოვიდნენ თბილისში ამ მარში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა მარშზე მხოლოდ მზიას ნათესავები და ახლობლები არ იქნებიან, აქ იკრიბებიან სხვა ადამიანებიც. რომლებიც ითხოვენ მზიას და სხვა სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ხედავთ წარწერას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს არის თავარი მოთხოვნა, რაც თბილისში აგერ უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარე აქციებს გასდევს თავარ ლეიტმოტივად. როგორც დაანონსებულია, მარში მარჯანიშვილის მოედნიდან უნდა დაიწყოს და დასრულდეს თავისუფლების მოედანზე. უკაცრავად თავისუფლების მოედნამდე არ მივა, სავარაუდოდ მარში დასრულდება პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე.
მე ახლა ვეცდები რომ გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. ჩვენთან ერთად არის კაცი, ხედავთ გელამ თივლიშვილს, ჟურნალისტს და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს. გელა გამარჯობა, ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერში ვართ. რომ გითხრათ დღეს რა იგეგმება, რა სველით ამ მარშისგან და როგორია გეგმა? უკანონო დაპატიმრებიდან გავიდა 1 წელი და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ მოვხატოთ ჩვენი პროტესტი, ჩვენი წინააღმდეგობა და მთავარი მოთხოვნა რაც არის ამ მარშის არის მზიას გათავისუფლება, რა ფორმით ეს თვითონ იფიქრეს ამაზე რეჟიმმა, მთავარია რომ ის გაათავისუფლონ ეს უკვე წელზე მეტია დაწესებულია, ამ 1 წლის განმავლობაში ვიცით რომ ასეთი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ექვაში ფაქტობრივად ციხის პირობებში მხედველობა გვიანებდებოდა, მეორე ხალხში ძალიან მცირე პროცენტი აქვს დარჩენილი. დღესაც 1 წლის თავზე მისი უკანონო დაპატიმრებიდან აერთო საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქართული საზოგადოებამ რეჟიმს მოუწოდა, ისაკით მის მიმოჩნია რომ არა მხოლოდ მზიასთვის, ჩვენთვის სამყუროს მოქალაქეებისთვის, კრიტიკული მედიისთვის და მათ შორის რეჟიმისთვისაც კი ისჯობს, რომ მზია და სინდისის სხვა პატიმრები იყვნენ თავისუფლები. ამან იქნებ რამე შანსი გააჩინოს იმისა, რომ ქვეყანა ნორმალა ევროპული გზისკენ დაბრუნდეს, რაც ზუსტად ვიცი, ძალაუფლების მკვლელობა რეჟიმს არ აწყობს, მაგრამ გააწყობს მას ეს არ არის ჩვენი გზის წესრიგი. ქუჩაში მიტოვოთ, რომ ვიბრძვით ევროპული ნორმალისტის და ამ ქვეყნის თავისუფლებას. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე ეს ხალხი არ იქნება თავისუფალი. ამ წლის განმავლობაში ამას ვამბობ ხოლმე კიდევ ერთხელ თქვენს ეთერში, ქართული ოცნება მიიღო არაერთი რეპრესიული გადაწყვეტილი კანონი. ამ კანონების მიზანი იყო კრიტიკული ქართული მედიის გაქრობა, მოსპობა და რეალურად მე თუ არ წავდოძებდი და არ წავქცეულ ვარ, ზუსტად მზიას და სინდისის სხვა პატიმრების დამსახურება, იმიტომ რომ არც საკუთარ თავს ვაძლევ ამის უფლებას და თანაც მათი სიმტკიცე და უდრეკობა მაძლევს და მომატებს ძალას იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელო, უფრო მეტი სიმაგრით, ვიდრე აქამდე ვიბრძოლე. გელა, აი 1 წელი გავიდა, რაც მზია დაკავებულია და 1 წელია მისი კოლეგები ყველა ერთად ვაპროტესტებთ, სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ პროტესტს, ვითხოვთ მის გათავისუფლებას. ხო, ერთგვარ რუტინადაც კი იქცა ეს პროტესტი და ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ აი რა აზრი აქვს, ხო 1 წელი გავიდა, კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ, თვეში 3ჯერ, 5ჯერ გამოდიხართ რაღაცა საპროტესტებთ და მე რა. აი ამ ადამიანებს რას ეთყოდი, რომლებიც შეიძლება რაღაც ნიჰილისტურად უყურებდნენ ახლა პროტესტს ავტორიტარიზმის პირობებში. მინიმუმ ორი ხელისუფლების პირობებში ვარ ჩართული ამ ბრძოლაში ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, უწესესი ქვეყნისთვის, უწესესი ცხოვრებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, გაჩაგულთა უფლებების დაცვისთვის და ასე შემდეგ. ჩემი კრედიტი მე ასე ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია, პატარაც აღარ ვარ, რომ ვიბრძვი იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემი აზრით რომ არ ბრძოლა, რომ არ ებრძოლა პირველ რიგში სინდისის პატიმრებს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ასეთი სიმტკიცე რომ არ გამოიჩინეთ, მეროდ უარესი მდგომარეობა მგონია რომ იქნებოდა ქვეყანაში, ვიდრე ახლა არის. ჯერ ქუჩაშიც ვდგავართ და ვაპარაკობთ მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, მათ შორის ტროტუარზე დგომის აკრძალვისაც კი. ამიტომ მგონია რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლა დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუცილებლად დამთავრდება პროგრესით და ჩვენი გამარჯვებით. დიდი მადლობა გელამ. მადლობა. თქვენ ახლა უსმენთ გელამ თივლიშვილს, ჟურნალისტს, რომელიც აქტიურად არის ჩართული მზია ამაღლობელის დაკავების გამოაგორებულ საპროტესტო მოძრაობაში, ერთ-ერთი ლიდერია შეიძლება ითქვას. ეს გავიდა 1 წელი, რაც მზია არის დაკავებული
და ამ ამბავს გამოეხმაურა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაცია, განსაკუთრებით იაქტიურეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც უშუალოდ პრესის თავისუფლების დაცვის მიმართულებით არიან ორიენტირებულები და ფოკუსირებულები, მათ შორის ჟურნალისტების საზღვრების გარეშე, მათ გაავრცელეს განცხადება და მოუწოდეს ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ არაერთ გზის, რომ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და გამოიძიონ ის ბრალდებები, რომელიც მან გაახმოვანა და გააჭღერა ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით, ისიც რომ მზიამ ილაპარაკა სასამართლოზე, რომ ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ არაადამიანურად მოექცნენ პოლიციაში მას, კერძოდ არ მისცეს უფლება დაელია წყალი და გასულიყო საპირფარეშოში. ეს ამბები დღემდე გამოუძიებელია. თქვენ ახლა კაცი ხედავთ მანანა ამაღლობელს, მზიას ძმისშვილს, მე ვეცდები რომ მასაც გავესაუბრო. მანანა საღამოშობისა, ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერში ვართ. დაგელაპარაკებით თუ შეიძლება. 1 წელი გავიდა მზიას დაკავებიდან და აი საპროტესტო მოძრაობასაც 1 წელი შეუსრულდა. მინდა მითხრათ რომ როგორი იყო თქვენთვის ეს 1 წელი მზიას გარეშე ოჯახისთვის პირველ რიგში. მზია არ იყო დიდად საჯაროობის მოყარული ადამიანი, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია მედიაშია და ორი მედიის დამფუძნებელია. აი ხა ამ აქციებზე რა რეაქცია ექნებოდა მას, თქვენ როგორ ფიქრობთ? კი ბატონო, მე მგონი ესეც არის, რომ მზია და ყველა სხვა სიმის პატუმარი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ ახლა მანანა ამაღლობელს, მზიას ძმისშვილს, ოჯახის წევრს, რომელმაც გითხრა, რომ დღეს შეხვდა საპატიმროში მზიას და გადმოგვცა მისი დაანაბარები, რომ ერთგვარი უხერხულობის განცდა აქვს მზიას, რომ მხოლოდ მისი სახელი და გვარი ქვია დღევანდელ მარშს და ის ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი აქცია მასთან დაკავშირებული და ეძღვნება ყველა სინდისის პატიმარს და ყველა პოეტ პატიმარს. აი როგორც ბანერზე არის გამოსახული რეჟიმის ტყვეებს. ახლა კაცი ხედავთ მზიას ძმას, ნუგზარს, მე ვეცდები რომ მასთანაც გავესაუბრო. ბატონ ნუგზარ, გამარჯობათ. კი ბატონო. მოგიტყვა. ვეცდები რომ სხვა ადამიანებიც მოუწებნო. როგორც ხედავთ, ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა იმატებს. მე ხა დროებით დაგემშვიდობებით და კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როგორც კი მარში დაიძრება რუსთაველისკენ დროებით